არ იქნება ზედმეტი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ის უმძიმესი შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსგან ივანიშვილის მთავრობასთან მიმართებით ამ რანგის პირი პირველად საუბრობს ანტიამერიკულ მთავრობაზე და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. არა და ალბანეთიდან დაბრუნების შემდეგ ირაკლი ყობახიძეს სულ სხვა პროპაგანდისტული გეგმა ჰქონდა. დღეს ის პირველად გამოჩნდა მედიასთან ამბიციური კომენტარებით ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა კიდევ ერთხელ უწოდა მაკრონთან რამდენიმე წამიან კომუნიკაციას საუბარი. ის ამბობს, რომ დეტალებს ვერ მოყვება, ოღონდ გაუგებარია რა დეტალებს გულისხმობს, როცა მან საფრანგეთის პრეზიდენტის მიახლოებისას პირდაპირ მნიშვნელობით თითზე ჩამოსათვლელი და ერთმანეთისგან განცალკევებული სიტყვები წარმოთქვა, რომელიც მისალმების რეპლიკებს არ გასცდენია და ერთ წინადადებადაც კი არ იყო ჩამოყალიბებული. უფრო თამამი განმარტება ჰქონდა გიევოლსკის. რეჟიმის დეპუტატმა მაკრონის მისალმებას უმაღლეს დონეზე შეხვედრა უწოდა. ქართული ოცნების წარმომადგენელი იმასაც ამტკიცებს, რომ 15 წამი სრულიად საკმარისია პოზიციების გამოსახატად. ვოლსკის არც კი ეღიმება და სრული სერიოზულობით განმარტავს, რომ ეს ორი სიტყვაც საკმარისია გარკვეულ საკითხებზე პოზიტიური გზავნილების გასაზიარებლად. კომიკურად გამოიყურება ყობახიძის დღევანდელი განმარტებების ის პასაჟით, სადაც ამბობს, რომ ქართულ და ფრანგულ მხარეებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საერთო აღქმა შეექმნათ. თუ სერიოზულად განვიხილავთ ქართული ოცნების მთელი ეს საკუთარი თავისა და საზოგადოების მოტყუების მცდელობა აჩვენებს, რა რთული მდგომარეობა აქვს ივანიშვილს საერთაშორისო დონეზე, როგორ ეძებს ყველგან ვინმესთვის ხელის ჩამორთმევის შანსს, რომ შემდეგ ეს აღიარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეასახოს ხალხს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ალბანეთში გამგზავრებამდე რეჟიმის მართულმა მედია საშუალებებმა რუსულ სტილში, როგორ აიტაცა ბინძური პროპაგანდა და მაკრონი მერსი და სტარმერი ნარკოდამოკიდებულებად გამოაცხადა. სხვათა შორის ყობახიძეს დღეს არც ბრიტანეთის პრემიერი გამორჩენია. ივანიშვილის მარიონეტმა თქვა, რომ მისი გამოსვლის დროს ბრიტანეთის პრემიერს თავი არ აუწევია. ამით ოლიგარქის წარმომადგენელს იმის თქმა სურდა, რომ დასავლეთის ლიდერები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში წამყვან როლს ასრულებენ, თვალს ვერ უსწორებენ ყობახიძეს. არ დაგვავიწყდეს ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილიც, რომელზე პასუხს ქართული ოცნება უშედეგოდ ელოდება. ფორმულას ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე მაქსიმალურად ეცადა ამ საკითხზე რეპორტაჟის სრული სერიოზულობით მოემზადებინა. შევჯერდით აღქმასთან დაკავშირებით, საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. ოცნების პრემიერი ამტკიცებს, რომ 15 წამში საფრანგეთის პრეზიდენტთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა. სწორედ ამდენ ხანს გაგრძელდა ირაკლი ყობახიძის კომუნიკაცია ემანუელ მაკრონთან. მეტიც ოლიგარქის წარმომადგენლის თქმით, წუთის მეოთხედში ისიც გაარკვია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის და მისი ხედვები იდენტურია. კონკრეტიკაში ვერ შევალ, იმიტომ რომ ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური. ის რომ ყობახიძე მხოლოდ 15 წამიან გასაუბრებას გულისხმობს და მაკრონთან დამატებითი კომუნიკაცია ვერ მოახერხა, ადასტურებენ ოცნების სხვა წევრებიც. ამიტომ ივანიშვილის გუნდი მოკითხვას, რომელიც ეტიკეტის ნაწილია, მიღწევად ასაღებს. თუმცა როგორ უნდა მოეხერხებინა სურვილის შემთხვევაშიც კი მაკრონს წუთის მეოთხედში ყობახიძისთვის იმის დადასტურება, რომ მისი პოლიტიკა მოსწონს. მით უფრო რომ ამ კომუნიკაციამდე დღეებით ადრე ოცნების პროპაგანდა საფრანგეთის პრეზიდენტს რუსულ სტილში აშავებდა, რაც ივანიშვილის პარტიის მხრიდან ლოგიკურია. რადგან პარიზი ოცნების აქტიური კრიტიკოსია. ორი სიტყვით შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პოზიტიური მესეჯი გაუზიარო, ასე რომ თუ თქვენ დროსთან გაქვთ პრეტენზია დროის თემასთან, განსაკუთრებელია ეს არ არის არგუმენტი. ყობახიძის ფანტაზიის ნაყოფია მისი კიდევ ერთი მონათხრობი. თუ ივანიშვილის წარმომადგენელმა ემანუელ მაკრონი ღია მოკავშირედ პროტოკოლური მოკითხვის საფუძველზე გამოაცხადა, კიდევ უფრო შორს წავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერის შემთხვევაში და მისი ჯდომის მანერის გამოყენება სცადა. ოცნების პრემიერი ამბობს, რომ კირ სტარმერი მას თვალს ვერ უსწორებდა და დასავლეთის მიმართ საყვედურების გამო დარწმუნებული უსმენდა. თავი არ აუწევია, მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. თავი არ აუწევია, იმიტომ რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ.
რატომ აღმოჩნდა კირ სტარმერი ოცნების პრემიერის ნეგატიურ ფოკუსში? დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაასანქცია ოცნების მოძალადე წარმომადგენლები და რაც მთავარია, შავ სიაში შეყვანით ემუქრება პირადად ოლიგარქს, რაც მისი ბიზნეს იმპერიისთვის განაჩენი იქნება. უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ოცნებას სანქციებს უანონსებენ ევროკავშირიდანაც. ბლოკის წევრთა უმეტესობის კრიტიკული განწყობები რეჟიმის პოლიტიკის მიმართ ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა გაიმეორა. გაერთიანების მოწოდება უცვლელია. ოცნებამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე უარი უნდა თქვას და კრიზისის დასასრულებლად ახალი არჩევნები ჩაატაროს. ფიქრობ არაერთხელ გავუშვით შესაძლებლობა უფრო მძლავრი გზავნილი გაგვეგზავნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მის მიერ არჩეული გზის გამო. ეს შეეხება კანონებს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსი რეგულირდება. სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიში ვიხილეთ საარჩევნო დარღვევები. ფიქრობ ეს იყო განსაკუთრებული დრო, როდესაც ჩვენ უფრო ძლიერი გზავნილები უნდა გქონოდა, მათ შორის სანქციებით. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ქმედებები მომიტინგეების წინააღმდეგ, ეს იყო ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. ცხადი იყო, რომ გრძელდებოდა დაღმასვლა. ამ ვითარებიდან გამოსვლის გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და იმ ვითარებასთან დაბრუნება, სადაც ვიყავით. რეჟიმის პასუხი კრიტიკაზე და კრიზისიდან გამოსავლის გეგმის შეთავაზებაზე ისევ თავდასხმა. ოცნებამ ვილნიუსი მტრად ჯერ კიდევ მაშინ მონიშნა, როდესაც გაირკვა, რომ ლიეტუვა ბალტიის სხვა ქვეყნებთან ერთად რეჟიმის სანქცირებაზე მუშაობდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს. არის deep state-ის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს, ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ არსად არაფერი არ გადაგვიხვევია, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ვიცავთ საკუთარ ინტერესს, გამწარებულები არიან, რომ ვერ გამოიყენეს საქართველო და იმიტომ არის ეს განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით, ვინ ეკითხება ამ კონკრეტულ ეხლა გვარი არ მახსოვს ლიეტუვის საქმეთა მინისტრის ხო რაღაცა წარმომადგენელს ვინ ეკითხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. რატომ ესხმის თავს რეჟიმი პარტნიორებს ოცნების ოპონენტთა თქმით მიზანი ქვეყნის იზოლაცია. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყნის მეგობრების გარეშე დატოვებით ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. როდესაც ხედავენ საქართველოში არსებულ ვითარებას, როდესაც იციან ამ ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების შესახებ, როდესაც იციან, რომ ქვეყნის უმრავლესობა არის ევროპული კავშირის წევრობის ჭკუაზე, გეხმარებიან, რომ შესაბამისი განცხადება მათ მხრიდანაც იყოს გაკეთებული და თავი არ იგრძნო მიტოვებულად. იმიტომ რომ როდესაც ევროპელი და ამერიკელი არ აკეთებს შენზე განცხადებას აკეთებს მხოლოდ რუსი. მათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ჭირდებათ, იმიტომ რომ დამოუკიდებლად და სუვერენულად გააგრძელონ ფულის კეთება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადახდილი გადასახადების ჯიბეში ჩადება, ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ამისთვის ჭირდებათ მათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და არა რეალურად. საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა უნდა შეწყვეტოს საქართველოს მოსახლეობის მოტყუება, პროპაგანდისტულად ხელის ჩამორთმევის გასაღება, როგორც რაღაცა პოლიტიკური შეთანხმების მოპოვება, არავითარ შეთანხმებაზე კობახიძესთან და ქართულ ოცნებასთან არ წავა, სანამ საქართველო არ დაბრუნდება დემოკრატიის რელსებზე ახალი საპარლამენტო არჩევნების გავლის გზით და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა მინისტრმა. ევროპელ პარტნიორებთან სრული კრახის ფონზე რეჟიმისთვის საიმედო გზავნილები არ ისმის არც ვაშინგტონიდან. მეგობარი აქტი წინ მიიწევს დონალდ ტრამპისათვის კობახიძის მიერ მიწერილ წერილზე კი პასუხი არა. ეს დღეს თავად უიაღიარა და დუმილიც ტრამპის პოზიციად შეაფასა. არა და ამერიკა არ დუმს. ოცნებას უკვე სამჯერ და მათ შორის ამ წერილზე პასუხადაც გაუმეორეს, რომ შესაბამისი ნაბიჯები ურთიერთობის გადატვირთვისთვის სწორედ ივანიშვილის პარტიამ უნდა გადადგას. მანამდე კი ვიდრე ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. დამოკიდებულების ცვლილების მოლოდინი ტრამპის ადმინისტრაციისგან არ უნდა ჰქონდეს.